მარსელი ჭრელაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანიდან ჩამოვიდა. უკვე მრავალი წელია საკუთარი ფერმა აქვს. მისი ნაწარმი კი თბილისში, ბაზარი ორბელიანში, ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვაზეა წარმოდგენილი. გავთხოვდი ოჯახის შეუქმედი და მეუღლესთან ერთად სულ ვაწარმოებთ. ყავს ეხლაც ღორიც, კარგად, ეს მსხვილფეხა საქონელი, ყავს ცხვარიც და ამ ყველაფერს ჩვენ ვუვლით. და მწყემსი რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად. დავდივართ მთაში ზაფხულის პერიოდში, ვაკეთებთ გუდის ყველს, ერბოს, ხაჭოს, არაკს, ძალიან რთულია, ძალიან მესაქონლეობა და საქონლის მიმყოლი ადამიანისთვის ძალიან რთულია. თუ ხელით აკეთებ ყველაფერს, თუ ტექნიკა გაქვს და გეხმარება, დიდი შეღავათია. მე რო გრანტი მოვიგე და იქ წისქვილი მოვიგე, ამ წისქვილმა ისე შეუმსუბუქა ჩემს ოჯახს, მოყვავს სიმინდი, ხორბალიც დიდი რაოდენობით და იქვე ადგილზე ვქვავთ ეხლა. გვაქვს წისქვილი და ვქვავთ. ეს რაღაცა სასწაული შეღავათი იყო. და ასე ყველაფერი, ახლა რა თქმა უნდა, ბევრი ტრანსპორტი გვჭირდება, რაც ჩვენ არა გვაქვს ჯერჯერობით. გამოფენაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 30 მეწარმე ქალი მონაწილეობს. თითოეულ დახლზე კი მათ მიერ დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი. ქალები ამბობენ, რომ ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლიათ, რომ თავიანთი ნაწარმის სხვებსაც გააცნონ. ამბობენ, რომ ბევრ წარმატებასთან ერთად სირთულეებიც ხვდებათ. ვარ ქალაქ გორიდან. ხელნაკეთ აქსესუარებს წლები აქვმნი, დაახლოებით 10 წელიწადია და ასეთი გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მცირე მეწარმეებისთვის, რომ ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გავაცნოთ და ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ მსგავს ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. ვაწარმოებ ბოსტნეულის ჭირებს, წუკატებს, ჯემებს, соусებს, ბოსტნეულ შოკოლადში. სხვადასხვა ნუგბარს ბოსტნეულისას. ქალი მეწარმეებისთვის ზოგადად ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მეწარმეობა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ქალს აქვს საოჯახო საქმეები, ყავს ოჯახი, მისახედი აქვს მეურნეობა, ამის გარდა ქალს აქვს კიდევ ქონებრივი პრობლემები და ბანკებთან ურთიერთობისას ძალიან ხშირად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ქალის სახელზე ძირითადად არ ხდება ქონების რეგისტრაცია საქართველოში და დიდი გამოწვევა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იწყებ ბიზნესს და გჭირდება ფინანსური დახმარება. ვაწარმოებ თხის და ძროხის ყველებს, ძირითადად 15 წელია მოღვაწეობ. ჩემი ყველებია არტიზანული ყველები. ყველს თავისებურად ვაკეთებ და ყველა ყველის ავტორი ვარ მე. ანუ შემიძლია ახლაც რომ დავიწყო ყველი რაღაცა ჩემი ფანტაზიით მოვიგონო. იყო ქალი, გქონდეს ბიზნესი, ძალიან რთულია, მინდა გითხრათ, იყო დედა, იყო მეუღლე და ბიზნესიც ძალიან რთულია, მაგრამ მაინც ვახერხებთ ჩვენ ამას ქართველი ქალები და უკვე იმდენად შევისისხორცეთ, რომ ფიქრობ, რომ უკვე ამის გარეშე აღარ შეგვიძლია. გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბაზარი ორბელიანთან თანამშრომლობითა და დანიის მთავრობის მხარდაჭერით მართავს. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ღონისძიების მიმართ ქალი მეწარმეების დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. განსაკუთრებით ქალი მეწარმეები არიან მცირე მეწარმეები და ძალიან ბევრი პრობლემა და ბარიერი აქვთ მათი ბიზნესების გაფართოების პროცესში და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარიერი არის და გამოწვევა სწორედ ბაზრებზე წვდომა და გვინდა რომ ხელი შეუწყოთ რომ ისინი დაუკავშირდნენ მომხმარებლებს. ეს ინიციატივა არ არის ერთჯერადი, გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და ყოველი თვის პირველ პარასკევს, შაბათს და კვირას მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება რომ მოვიდეს და დაათვალიეროს და ასევე ადგილზე იყიდოს ბევრი უნიკალური ნივთი. მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.